სააკაშვილს აუხსნეს, სხვათა შორის, რომ მას არ ეღიარებინა 12 წლის არჩევნები, 300,000 კაცი ქუჩაში იდგა, რომელიც გადათელავდა ყველაფერს. და ის ფიზიკურად ვერ გადარჩებოდა, ვერც სააკაშვილი და ვერც მისი გარემოცვი. მუდმივად ამუშავებდნენ ხელისუფლების დამხობის გეგმებს. 16 წელს არჩევნებზე, 18 წლის არჩევნებზე, 20 წლის არჩევნებზე. უბრალოდ ქართული სამართალდამცავი სისტემა ისე მუშაობდა, რომ ხდებოდა ამ გეგმების პრევენცია. თანაც მათ ჰქონდათ ბაზა მაგალითად უკრაინაში, ხო, საიდანაც პრინციპში დღესაც აქვთ. დღესაც აქვთ, მაგრამ იმ უკრაინელებს ესენი გულზე ნამდვილად არ ეხატებათ, იმიტომ რომ უკრაინელებს ესენი ჩაუსვეს იქ დაუნიშნეს. ახლა ვის მოეწონება, როცა უცხოელს ჩამოიყვანენ და სახელმწიფო სტრუქტურის მეთაურად მოადგილეთ და ახალთანამდებობაზე გინიშნავენ, რომელიც შენ ზევიდან გიყურებს და ემორჩილება პირდაპირ რაღაც მართვის ცენტრს, რომელიც ატლანტიკის იქით არის, ან რაღაც რომელიღაც დაზვერვის მასში კორიდორებში.